ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა არის ფასების ლარის კურსის გაუფასურება დოლართან მიმართებაში არ გადაიზარდოს საყოველთაო ფასების ზრდაში. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური მოლოდინები არის გაზრდილი და შესაძლოა რიგ საქონელზე ასევე ფასი იყოს გაზრდილი, ჯამურად ფასების საერთო დონის ზრდა დღესდღეობისობით სახეზე არ გვაქვს, ვინაიდან ამაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორც არის ნავთობის გაიაფება და სხვა სასაქონლო ჯგუფებზე საერთაშორისო ფასების დონის შემცირება. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნული კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ლარის გრძელვადიანი სტაბილურობის შესახებ მსჯელობდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა ექსპორტის, ტურიზმისა და პირდაპირ უცხოური ინვესტიციების წახალისების მიზნით აქტიურად იმუშავებს. ამასთან მთავრობა ახლო მომავალში ექსპორტის წახალისების მიმართულებით სპეციალურ ინსტიტუტსაც შექმნის. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან აქტიურად მოკლევადიან პერიოდში დავიწყოთ ღონისძიებები, რომელიც ექსპორტს ახალისხებს, ტურიზმის ხელშეწყობას, ტურიზმს შეუწყობს ხელს იმისათვის, რათა ასე ვთქვათ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასე წაახალისებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ვაფასებთ ამ გავლენას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე, ასევე დავსახეთ მომავლის ძალიან კარგი ნაბიჯები ექსპორტის წახალისების მიმართულებით სპეციალურ ინსტიტუტს ვქმნით ამისთვის და სახელმწიფოს მხრიდან იქნება კერძო კომპანიებზე საექსპორტო გარანტიების გაცემა, საექსპორტო დაფინანსების ინსტიტუტი შეიქმნება და ეს არ არის საუბარი შორეულ პერსპექტივაზე, ძალიან ახლო პერსპექტივაში.